თავისუფალი საქართველოს განცხადებას ავრცელებს პოლიტიკური მდივნის თერგის ომანიძის განცხადებით ფსევდოლიბერალი არასამთავრობოების სახელმწიფოსთან ერთად პარტიის საარჩევნო კამპანიის აკრძალვას ცდილობენ ცალკეულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა ცესტოს კომისიას განცხადება წარუდგინეს, რომლითაც პარტიის სარეკლამო კლიპის აკრძალვას ითხოვდნენ. მათი აზრით სარეკლამო რგოლი შეიცავს ეროვნული შუღლისა და მტრობისკენ, რელიგიური და ეთნიკური დაპირისპირებისკენ მოწოდებას აცხადებს ომანიძე. 25 სექტემბერს სასამართლო პარტია 2000 ლარით დააჯარიმა. ომანიძის თქმით ისინი არ ეთანხმებიან ამ გადაწყვეტილებას და სააპელაციო სასამართლოში დასაჩივრებას გეკმავენ. როდესაც ხდება პარტიისთვის საარჩევნო კლიპის აკრძალვა 6 დღით ადრე არჩევნებამდე, ბუნებრივია მათ მიზანს წარმოადგენდა მხოლოდ ის, რომ თავისუფალი საქართველოსთვის წინა საარჩევნო პერიოდში საარჩევნო კამპანიის წარმოებაში შეეშალათ ხელი. მაგრამ ამის მიუხედავად მე აბსოლუტურად ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და მინდა გითხრათ, რომ ქართულმა ხალხმა ძალიან კარგად იცის, რომელი პარტია არის დღეს საქართველოში ეროვნული და ტრადიციული ფასეულობების დამცველი. ქართულმა ხალხმა გაიგო, რომ საქართველოში არსებობს ისეთი პარტია, როგორც არის თავისუფალი საქართველო, რომელიც არ კონტროლდება არც ერთი უცხოური სახელმწიფოს დედაქალაქისგან და ჩვენ მაინც ვახერხებთ ჩვენი სათქმელიც მიტანას საზოგადოებამდე.